ჯაზის ბათუმური საღამოები გუშინ Kool and the Gang-ის კონცერტით გაიხსნა. კონცერტი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამერიკულმა ბენდმა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, მსმენელს როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი კომპოზიციები შესთავაზა. ჯაზ ფესტივალი დღეს ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტით 21 საათზე განახლდება. პროგრამის მიხედვით დღეს ლი ვარფილდს უნდა ემღერა უკრაინაში მომხდარი ტერაქტის გამო რეისები შეფერხდა, ამიტომ მუსიკოსმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. ჯაზის საღამოები 27 ივლისს დაიხურება. ფანტასტიკურია ხილდა მოსვლა Kool and the Gang-ის მოსახლეობა. მიყვარს ბავშვობიდან მუსმენე სპეციალურად მისთვის ჩამოვედი ბათუმში. ფანტასტიკური გახსნაა, მინდა გითხრათ, ჯაზ ფესტივალს ყოველთვის ვადევნებ ალკურს და ვთვლი, რომ ისე პრომოუშენი ძალიან საუკეთესო და ხილქცეულ და ძალიან გემოვნებიულ პროდუქციას თავაზობს ხოლმე, როგორც წესი. დასაწყისი არის შესანიშნავი. ძალიან მაგარია ყოველ წელს ვუყურებ ჯაზ ფესტივალს. ისა უცხო ძალიან დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, იმიტომ რომ ბათუმში მართლა რეალურად გვაქვს ესეთი ფესტივალები. ძალიან ბედნიერია, რომ მართლა რეალურად ახალგაზრდა ძალიან ბევრია დღეს აქ და სასიხარულო ფაქტია, რომ ჯაზ ბევრი უსმენს. ყოველ წელს ტრადიციულად ჩამოვდივარ ხოლმე, ძალიან მიყვარს ბათუმში ყოფნა და თან ჯაზ ფესტივალი რო არის მაშინაც და ძალიან კარგად დაიწყო Kool and the Gang-ი. ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ჯგუფი არის და ფანტასტიკურად დაიწყო და იმედია რომ ესე გაგრძელდება.